განსაკუთრებით მივესალმები პოლიტპატიმრებს, რომლებიც ახლა მგონია რომ გვიყურებენ. რაც შეეხება პროტესტს, როდესაც პროტესტებს საუბრობთ, პირველ რიგში მინდა გავიმეორო და გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ პროტესტი არის მნიშვნელოვანი. რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს და დაგეთანხმებით, რომ პროგრამა მინიმუმი არის, რომ იყოს, აი თქვენი კითხვაც იყო, რომ აი უბრალოდ იყოს ესეც საკმარისია, კი. ეს არის პროგრამა მინიმუმი და ამას გვეუბნება ქართული ოცნება თავისი ქმედებებით. თავიდან ხო ქონდათ ეს მესეჯ ბოქსები გამოგდებული, რომ არა რაღა პროტესტი არის და 50 კაცი დგას იქ, მაგრამ ის რომ აწუხებთ ეს აცოცხლებს ასევე ამ პროტესტს. ეს ხო კითხვის ნიშნის გარეშე, ესე იგი, მთელი სახელმწიფო სისტემა, რისგანაც შედგება, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები, ეს არის პროპაგანდა, ეს არის სასამართლო, თავიდან ბოლომდე არიან მოცული იმით, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალონ პროტესტს. ამისთვის იღებენ კანონებსაც, იქ სესიებზე მეძე არაფერზე არ ლაპარაკობენ, მგონი ახალ კანონებს რო იღებენ, ძირითადად რა ვიცი 80% თუ 100 არა საპროტესტო მოძრაობას ეხება, ხო? პირდაპირ თავისი ქმედებებით ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ეს პროტესტი აწუხებთ. პროტესტი აწუხებთ ცალკე როგორც პროტესტად და ასევე აწუხებთ იმიტომაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი არის მათი არალეგიტიმურად შენარჩუნების მნიშვნელოვანი ატრიბუტი და წყარო. კი ბატონო, ეს ლეგიტიმაციის თემა აქტუალურია ისევ თქვენთვის. თქვათ იქ გახარიას შესვლის შემდეგ ჩვენ ხედავთ ყოველკვირეულად ხედავთ მათ განცხადებებს, რომ ეხვეწებიან ტრამპს და გველაპარაკე ხელი ჩამოგვართვი. მე მათ ქმედებებს უყურე პირველ რიგში, ხა ჩემ აზრებს კი ვამბობ, მაგრამ ეს ჩემი აზრები დაყრდნობილია მათ ქმედებებზე. აშკარად ლეგიტიმაციის დეფიციტს ასხივებენ. აშკარად, თუნდაც ის ფაქტი თვითონვე ასე ახსნეს, ხო, გახარიას რატო არ გუძალავთ, იმიტომ რომ პარლამენტში შემოვიდა, რა ვიცი, ამაზე პირდაპირ მეტი რა უნდა გამაგიეროთ პატიმრობის. ხო, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მე ვახსენე სამი ძირითადი სვეტი, რომელსაც მე ასე უყურებ, რაზეც დგას ქართული ოცნების ეს ძალაუფლება, ფაქტობრივი ძალაუფლება, გინდა არალეგიტიმური დავარქვათ, გინდა როგორც ფაქტობრივი ძალაუფლება. ეს სამი სვეტი არის ძალოვანი სტრუქტურები. ეს ერთი, მეორე არის სასამართლო, კლანური სასამართლო, რომელიც სრულ კონტროლს ქვეშაა და მესამე არის პროპაგანდა. ეს პროპაგანდა განსაკუთრებით მე მაგალითად პირადად, ავი რაღაც ვიდეოებს წერ ხოლმე Facebook-ზე, სულ ვცდილობ, რომ ხალხს მათ შორის პირველ რიგში ქართული ოცნების ხარდამჭერები იქნებიან მის დარჩენ თუ გაურკვეველ სიტუაციაში და მდგომარეობაში ჩაგდებულ ხალხს გავაგებინო რას და როდის ატყუებს პროპაგანდა. აი გუშინდელი მაგალითი ხონდა, ხო, ძალიან ცხადი, რომ 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ჩათებში ჩააგდეს ტექსტი, რომ ამ ტექსტით უნდა დავაანონსოთ 28-ში აქციაო და რა თქმა უნდა სუსამდე მივიდა ეს ამბავი და იმათ იქ ვიღაცამ მოტვინა, მაგარი რაღაც თავისჭკუით, რომ აი მოდი ხა ინგლისურად ChatGPT-ს ვათარგმნოთ ეს ტექსტიო და სადეს რომ ხალხისთვის დაეჯერებინათ, რომ ეს არის ბრიუსელის დაკვეთაო. და პროპაგანდისტებზე განსაკუთრებით რატო ბრაზდები? იქ ვიღაცა შეიძლება მოწყვლადი იყოს ინფორმაციულად, მათ შორის ამ სფეროში, კომუნიკაციების სფეროში არ კონდეს იმხელა განათლება, ხო? იმიტომ რომ იმას თავის საქმე აქვს, პოლიციელია, ვიღაცა ვთქვათ, რაღაც რიგით თანამშრომელია, მაგრამ პროპაგანდისტებმა ხო ზუსტად იციან, რომ ტყუილს ავრცელებენ. აქ იმას სარედაქციო პოლიტიკაზე და შეფასებებზეც აღარ არის ლაპარაკი. რაღაცები ზუსტად რაც იციან, რომ ტყუილია, იმას ავრცელებენ. ამ ადამიანების მიმართ უნდა იყოს, აი ყველა ამ მაღალი რგოლის და მაღალი ეშელონის, აი ამ სამი სტრუქტურის, რაც მე ჩამოთვალე, სასამართლო, ძალოვანი უწყებები და პროპაგანდა, ამათ მიმართ უნდა იყოს ნაწილობრივ დავესესხები კობახიძეს, ნულოვან თანაგრძნობას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემთვის თანაგრძნობა ჰუმანურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ნულოვანი კეთილგანწყობა ყველა მათგანი უნდა გრძნობდეს. აი ხა ბევრ დროს წაიღებს კონკრეტული სახელები და გვარებით ლაპარაკი. აი პირობითად დავით კაკულიამ რო ესე დაიწყო თავისი ჟურნალისტური ტექსტი, რომ დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის ნანა ზანდერი, ყველამ კარგად ვიცით ახლა ამ ეთერს ფაქტობრივი უზუსტობა იყო ამაში. არა, ფაქტობრივი უზუსტობა არ იყო, მაგაზე ვამბობ ლაპარაკს. ახლა მე აღარ ავხსნი, ყველა ვინც ამ ეთერს უყურებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც ამ ეთერს უყურებს, ხდება ეგ რატოს გამოყო ცალკე და იმ გოგოს პიროვნულ ტრაგედიას როგორ იყენებენ და რა სტილობენ. აი ესეთ რაღაცებს, ესეთ ციბინძურებს, ეს არის პროპაგანდიზმი. ეს პროპაგანდიზმი, ეს არის ამორალობა და სიბინძურე. აი ეს რაღაცებს ვინც აკეთებენ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი სახელი ეთერებშიც გაიჟღერებს და სადღაც ქუჩაში წორ შეხდებიან, ოღონდ მე რაღაც უზრდელობას და უტაკობას არ გულისხმობ. რომ ვიღაცას ვაგინოთ და მიუვარდეთ რაღაც არ გულისხმობ. კულტურულად და დასაბუთებულად უნდა უთხრათ უარი.